ბევრს გონია, რომ გამოცდილ ადამიანს წარუმატებლობა აღარ აშინებს. მაშინ, როდესაც რეალურად პროფესიაში, სადაც შენ ხარ, ძალიან ბევრი წარუმატებლობა შეიძლება გქონდეს, თუ კოზირს გააკეთებ ისეთ დამკვეთზე, რომელიც საბოლოო ჯამში მომხმარებლამდე ვერ მიიტანს თავის სათქმელს. არა მხოლოდ შენი გავლით, არამედ სხვა კონტენტ კრეატორების მისი საქმიანობიდან გამომდინარე. თუ გქონია შენს გამოცდილებაში ასეთი თანამშრომლობა და რას ურჩევდი კრეატორებს? ვერ ვიტყვი რაღაც დიდი პროექტი მქონია, სადაც ძალიან წარუმატებელი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ბუნებრივი პროცესი და ზოგადად როცა ხარ კონტენტ კრეატორი და მუშაობ რომელიღაცა კომპანიასთან, იქ გამორიცხულია, რომ შენ რაღაც ზუსტად თქვა, რომ აი ამდენი ნახვევი მექნება, ესეთი რაღაც რიჩი მექნება და ესეთი თქვა კომენტარების რაოდენობა და ლაიქები, ხო? აი გამორიცხული. ამიტომ მე წინასწარ ყოველთვის ვცდილობ ხომ რომ გავაფრთხილო დამკვეთი, ანუ კი შეგიძლია შეხედო ჩემს გამომწერების რაოდენობაზე და შეგიძლია შემოწმო რამდენად აქტიურია ჩემი აუდიტორია, მაგრამ იმის იქით ძალიან ბევრი მე რაღაცა არის დამოკიდებული ზოგადად როგორ მიიღებს ამას შენი აუდიტორია. როგორი ვიდეოა, როგორი ჰუკი ექნება, რამდენად გრძელი, რამდენად მოსაწყენი და ასე შემდეგ. ამიტომ საშუალოდ რა თქმა უნდა ვიცი რომ მინიმუმ ამდენ ნახვას დავწერ, მაგრამ რაღაც გამონაკლისები ყოფილა რომ მეგონა რომ რაღაც ძალიან საშუალო და რაღაც მოსაწყენი ვიდეო შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ სასწაული ნახვები დადო. ამიტომ აქ არ ამგონია რომ რაღაც კრეატორმა უნდა მიიღოს ეგ რაღაც წარუმატებლობად. ჩემი აზრით ეს არის ბუნებრივი პროცესი და ეს სამწუხაროდ არ არის პირდაპირ დამოკიდებული ჩვენზე. ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მე მგონი, მე ეგრე ვფიქრობ, რომ რამდენად პოპულარული და რამდენად კარგად ნახვად იქნება ეს ვიდეო. თავარია რომ დამკვეთი იყოს მომზადებული და გაფრთხილებული, რომ ეს არ არის რაღაც დაბუსტული პოსტი Facebook-ზე და ვერ გეტყვი ზუსტად, რომ აი ამდენი ნახვას, ამდენ რაღაც გადახდე ფუში, მე ზუსტად დავდებ. ამიტომ ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ თავიდანვე ალბათ გაჭყერებული. და სცენარს რამდენად დეტალურად გადიხართ ხოლმე? აი თუ გქონია მაგალითად ის, რომ არჩევანი მიგიცია დამკვეთისთვის გარკვეული ბიუჯეტის სანაცვლოდ ის, რომ რაღაცა სცენარი გავწეროთ და ჩახვიდე ყველა დეტალს შენ მოგცე ამის უფლება დამკვეთს პირობითად, ან მეორე შედარებით განსხვავებული ბიუჯეტი, თუნდაც უფრო დაბალი და შენ უფრო მეტი თავისუფლება იმისთვის, რომ რასაც შენ ხედავ, რასაც შენ გრძნობ, ის გააკეთო. ზოგადად ბიუჯეტზე ესე ვერ ვილაპარაკებ, ანუ ბიუჯეტი არის სტანდარტული, ხო? რაღაც თანამშრომლობთ, გააჩნია კონტენტს, იქნება ეს TikTok-ი, Instagram-ი, იქნება ეს Story თუ Reels-ი, მე სამწუხაროდ YouTube-ზე არ ვარ და მაგას აღარ განვიხილავ, მაგრამ სტანდარტული შემოიფარგლება ასე, მანდ მე სხვადასხვანაირად განიხილავთ, რა თქმა უნდა, რა არის მესიჯები დამკვეთისგან, რა უნდა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაროთ წინასწარ, მაგრამ უკვე სცენარზე და ძალიან დეტალური სცენარი და აბა ეს თქვი და საწყიში და ეს გააჟღერე, მაგ შემთხვევაში რაც უფრო ნაკლებს ჩაერება ჩემი აზრით უშუალოდ ის ადამიანი ან ის კომპანია უკეთესი იქნება ორივესთვის. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს კრეატორს, მით უფრო კარგად და ბუნებრივად გამოდის ნებისმიერი კონტენტი. და ამ ხრივ ბიუჯეტზე უკვე აღარ არის დამოკიდებული, უბრალოდ თუ ჩემთან თანამშრომლობ, ესე იგი შენ მე ენდობი ჩემს ხედვას, კრეატორობას და ენდობი ზოგადად იმ ყველა ვიდეოს რაც აქამდე გამიკეთებია და შესაბამისად მე ზუსტად ვიცი ის რაც უნდა გავაკეთო ჩემი აუდიტორიისთვის. ეგ არის და ეგ. უბრალოდ რა თავარია თვითონ მოგცეს რაღაც ჩარჩოები, რომ თქვა ჩემი ბრენდი მინდა რომ აი ესე წარმოიქმნას ან რაღაც შემოიფარგლოს აი ესეთ რაღაც ხედში. დანარჩენი უკვე შენზე უნდა იყოს დამოკიდებული ჩემი აზრით. შენი ნაბიჯები პირველი როგორი იყო ამ კარიერაში ზოგადად? აი როგორ დაიწყე და როგორ მოიპოვე ის რომ შექმენი შენი რეპუტაცია? და გენდობიან უკვე დამკვეთები რეალურად გამომწერებით რა რეალურად რეპუტაცია ალბათ დროით უფრო შეიქმნა აი რამდენი ხანია უკვე 2019 წლიდან და თავიდან ვიწყებდი მე უხმო ვიდეოებით იმიტომ რომ ეგრე უფრო კომფორტულად ვზნობდი თავს მე ბევრჯერ მithქვამს და არ არის ანუ ქართულად ვერ ვსაუბრობ ისე თავისუფლად როგორც მინდა ხოლმე იმიტომ რომ გაცილებით უფრო უკეთესად შემიძლია ვთქვათ ინგლისურად ამის გაკეთება ამიტომაც ეს მქონდა რაღაც მინუსები მეშინოდა ვერ ვაღებდი პირს ვერ ვლაპარაკობდი
პარაკოპტი კამერაზე და მეგონა რომ ყველა დამცინოდა, იმიტომ რომ სხვანაირი სიტყვებს გამოვიყენებდი, არასწორად ვაწყობდი ხოლმე წინადადებებს და მოკლედ დავიწყე უბრალოდ უხმო ვიდეოებით, როგორ ვიკეთებ მაკიაჟს, თუნდაც get ready with me, თუნდაც რაღაც მაკიაჟის გაკეთება და ასე შემდეგ. ამიტომ მე იყო ჩემი პირველი 2 წელი ალბათ აი ესეთი ვიდეოები და მე ცოტა გამბედა ცოტა ფრაი რეპუტაციაც რაღაც შევქმენი რომ ასე თუ ისე ხალხი მენდობოდა და მე ცოტა უკვე დავიწყე ლაპარაკი ვიდეოებშიც და ეხლა უფრო თავისუფალი ვარ. რა თქმა უნდა შეცდომებს უშვებ, რა თქმა უნდა ისე ვერ ვსაუბრობ როგორც მინდა ხოლმე და სულ მშურდა ჩემი ქმრის, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება, სასწაულ ვიდეოებს აკეთებს, ანუ YouTube გრძელ ვიდეოებს აკეთებს, სადაც აი შეუძლია რომ სკრიპტის გარეშე დადგეს და ილაპარაკოს 10 წუთი ნებისმიერ თემაზე. და მე სულ მშურდა, იმიტომ რომ მე ვერ ვაკეთებ ეგ რაღაცას და სამწუხაროდ არ გამომდის ესეთი კაი storytelling-ი. ამიტომაც მაგ შემთხვევაში უბრალოდ ცოტას ვაკეთებ, ნელ-ნელას ვაკეთებ ამ ყველაფერს, ვლოგებს ვიღებ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე post production-ში ისეთი რაღაცები ხდება ხოლმე, ისეთ რაღაცებს ჭრი და ვაწეპებ, რომ აი საკმაოდ რთული პროცესია ჩემთვის. შენ აკეთებ ყველაფრის editing-ს, შემდეგ და მონტაჟს თუ 95% გადაღება და მონტაჟი ხდება, ხო, ჩემთან მე ვაკეთებ მონტაჟს ტელეფონზე, კომპიუტერთან არ ვზივარ ხოლმე და ყოფილა შემთხვევები უბრალოდ თუ საერთო ვიდეოები გიორგისთან გადამიღიან სხვა ადამიანებთან, თუ დიდი მასალა, მაგ შემთხვევაში ვითხოვ ხოლმე სხვა ადამიანების დახმარებას, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ეტევა ამდენი ვიდეო ჩემს ტელეფონში, ამიტომ მიწევს ხოლმე, ხო, მონტაჟის CapCut-ი თუ AI? არც ერთი და არც მეორე. მე ვიყენებ Edits. Instagram-ის პლატფორმას, რომელიც ძალიან შემიყვარდა. Okay. და ჩემი ძირითადი პლატფორმა, რადგან არის Instagram-ი, იდეალურად ერთმანეთთან აი ესე მუშაობს. გავითვალისწინებ, იმიტომ რომ რამდენჯერაც მე დამოუკიდებლად ვცადე რამის გაკეთება, იმდენჯერ მივხვდი, რომ ეს ძალიან დიდი შრომაა და ძალიან ბევრი სირთულეა და მაყურებლებს მინდა უთხრა, ვინც გვიყურებენ, რომ ის რომ თქვენთან მოდის რაღაც 2 წუთიანი, 7 წუთიანი, 8 წუთიანი მნიშვნელობა არ აქვს კონტენტი, გულისხმობს იმას, რომ ანუ 20 ჯერ, 30 ჯერ, 50 ჯერ მეტი დრო არის დახარჯული მის მომზადებაზე, დაედიტებაზე, იქ სიჩუმეების ამოჭრაზე, იქ რაღაც სიტყვა შეგეშლება, იქ გინდა რომ უკეთესი ეფექტი. ხო, ძალიან დიდი შრომაა და ყოჩახა, ნუ გამიკვირდა სიმართლე რო ვთქვათ, რომ ამას მონტაჟსაც შენაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ხარ ერთის, რომ უძღვები საკუთარ არხებს, გაქვს მრავალფეროვანი კონტენტი, ანუ კონკრეტულად ერთზე მაგალითად აი ახსენე get ready with me, რაღაცა დღის ვლოგი, იქ ბავშვის კონტენტიც დაიწყე, შენ შვილთან ერთად, კირასთან ერთად ძალიან საყვარელი ვიდეოები გაქვს, ხო? ძალიან მრავალფეროვანია, პლუს ამას ბიზნეს მართავ შენ მეუღლესთან ერთად და ანუ ახლა ახალი სტარტაპი დაიწყეთ, შენც იქნები წესით ჩართული ალბათ, ხო? მინიმალურად. ხო, გასაგებია. უკვე ვეღარ გაჩავაგდეს. ხო, და თან ანუ მაინც ნაწილზე მინდა გადავიდეთ ეტაპობრივად, რომ მაინც ხარ დედა, რომელსაც 2 შვილი ყავს, მრავალფეროვანი კონტენტი და ჩემთვის ეხლა სიურპრიზი იყო, რომ editing-ის ნაწილში შენ ხარ ჩართული და აი ამ გამოწვევაზე ვისაუბროთ, აი ამ სტრესებზე, როდესაც დედლაინი გაწובה, როდესაც აი რაღაც გაქვს დასამონტაჟებელი დასადები, იქ დამკვეთთან პასუხისმგებლობა შენ ბიზნესთან და ყველაზე მთავარ შენ დამკვეთებთან, შვილებთან. აი აქ რა ხდება უკვე? ძალიან რთული არის, ძალიან რთული არის და მე სამწუხაროდ ისეთი ბუნების ადამიანი ვარ, რომ პროკრასტინაციის დედა ვარ, ძალიან წელავ ხოლმე ყველაფერს, ამიტომ დედლაინებზე ძალიან სწორად აახსენე. სტრესში მაგდებს, მაგრამ ამავედროულად გამომდინარე იქიდან, რომ ამდენად მრავალფეროვანი ცხოვრება გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ ცალკე ოჯახი, ცალკე ბიზნესი, ცალკე კონტენტ კრეატინგი, იმდენად მრავალფეროვანია, რომ არ ვიცი, ჩემს გონებაში პირიქით დასვენება არის, რომ ერთ საქმე შემიძლია მოუწყდე და გადავერთო სხვა რაღაცაზე. ვიდეოებს თუ ვიღებ, მაგალითად, ჩავერთვები, მე თუ დავიღალე, შევჩერდები და დავიწყებ მონტაჟს, თუ ამას ვაკეთებ, მე შევჩერდები და რაღაც ბიზნესის საქმეებს მივხედავ და აი ესე ტრიალებს თელი დღე სხვადასხვა საქმეებში და რაღაც მხრივ, ანუ ტვინი ისვენებს, იმიტომ ერთ საქმეზე არ ხარ ორიენტირებული 24 საათი და გაქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა რაღაც საქმე აკეთო. რაც შეეხება მონტაჟს, იმიტომ
იმიტომ არ ვაკეთებინებ სხვას, რომ მე იმდენად სპეციფიურად მიყვარს ჩემი ვიდეოების დამონტაჟება და მე ვფიქრობ, რომ აი ესე უნდა გამოიყურებოდეს ჩემი ვიდეოები, რომ ახსნით კი შემილია ახსნა, მაგრამ ძალიან ბევრი მაინც რაღაცა დრო დამეკარგდება, ხო, პირველი დრაფტი რომ ნახო, მე რაღაცები ამოვჭრათ, გადავაკეთოთ და ეხაც რომ დავდე აი სხვამ დამიმონტაჟა ვიდეოები და იმდენი რაღაც კადრი გამეპარა მაინც ამ სიჩქარეში, რომ აი ვუყურებდი ვიდეოს და რაღაც კადრები მაინც გამეპარა და მაგ შემთხვევაში მე ფიქრობ ხოლმე რომ მე გაცილებით უფრო უკეთესად დავამონტაჟებ ჩემს საკუთარ ვიდეოს. აჰა, გავიგე. ძალიან კარგი რჩევა ალბათ კრეატორებისთვის, ვინც ამ სფეროში არიან, დამწყებები მათთვის, იმიტომ რომ დამწყებები ძალიან კაი სიტყვა, იმიტომ რომ მე არ ვარ ახლა იმ პლატფორმაზე და იმ რაღაც სასწაული იმეებზე გასული, იმიტომ რომ თუ ადამიანი იღებს 3 YouTube ვიდეოს კვირაში, მაგ შემთხვევაში შენ თვითონ ვერ დაამონტაჟებ, ეგრევე გეტყვი. და გჭირდება, აუცილებლად გჭირდება გუნდი, ალბათ, თუნდაც ვინც დაგეხმარება იდეის დონეზე, ვინც დაგეხმარება ამ ყველაფრის გადაღებაში და მონტაჟში. თორე გამორიცხულია, რომ ერთმა ადამიანმა ეს ყველა საქმე შეითავსოს და პლუს აი ეს სტაბილურად ყოველ კვირა აკეთოს ამდენი გრძელ, რავი, მეტრაჟიანი ვიდეოები. ანუ გიორგის ყავს გუნდი. კი. და ვერ შეძლებდა ამას ალბათ გუნდის გარეშე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი აი მე ახლა გაშებო ვიყურები, ყავს გუნდი, აუცილებელია ჩემი აზრით იმისთვის, რომ შენ იყო ფოკუსირებული შენ საქმეზე და ადამიანები, რომელიც თავის საქმეში არიან პროფესიონალები, რომ გეხმარებოდა დამიმართულებით. მაგრამ დამწყებისთვის, რომელიც შენ საკუთარ ვიდეოებს აკეთებ და თქვა არ არის ეს სარეკლამო დაკვეთა, რომელიც რაღაც სასწაულებს ითხოვენ, ჩემი აზრით კი არ თავისუფლად შეგიძლია ამ ყველაფრის გაკეთება. მე უკვე დიდ მასშტაბებზე თუ გადახვალ სხვადასხვა პლატფორმაზე, TikTok-ი, Instagram-ი, YouTube-ი, შორტები, ამდენ ვიდეოს კეთება, ანუ ერთ ადამიანს მე გაუჭირდება უბრალოდ. ძალიან გაუჭირდება და ახსენე რომ გადართვის საშუალება გაქვს საქმიდან, ანუ კოპტერიდან, გადმოდიხარ შენ editing-ზე, ვიდეოზე, ასე შემდეგ. შვილებს დღის განმავლობაში შენთან ანუ რა როლი აქვთ? ანუ რამდენი ხანი გყავს დღის განმავლობაში? ისიც არ დაგავიწყოთ, რომ სამსახურში დავდივარ. ანუ დილით ვდგები, მიმყავს ბავშვი სკოლაში, ხშირ შემთხვევაში ან მე ან გიორგის, მე მივდივარ სამსახურში. სამსახურს ვამთავრებ დაახლოებით 4 საათზე, მე მოვდივარ, კირა მომყავს სახლში და მე მილასთან ერთად და კირასთან ერთად ვრჩები, სანამ დაიძინებენ და ეს პროცესი არის ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა. და იმ დღეს ვიცინოდით, რომ შაბათ-კვირას ადამიანები ისვენებენო და მე ჩვენ მე მგონი ფერკით ვიღლებით. ანუ როცა ბავშვი სახლში ყავს, მშობელი იღლები. აი 24 საათი ბავშვთან ყოფნა არის ყველაზე ალბათ დამხდარი, მაგრამ ძალიან მიყვარს რა თქმა უნდა და მაგას არაფერში არ გავსვლიდი. ხო. და რამდენად რთული იყო ამ ყველაფრის დამენეჯმენტება, როდესაც უკვე მეორე ბავშვი გაჩნდა. ერთი კიდე შედარებით მარტივია, მით უმეტეს უკვე ისეთ ასაკშია კირა, რომ გამოთქვამს თავის აზრებს, თავის სურვილებს, დამოუკიდებლობა ისწავლა და მეორე ბავშვი როდესაც გაჩნდა, უკვე რამდენად რთული იყო. წელს იყო მენეჯმენტის პიკი, მაგ მხრივ ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ უფროსმა დაიწყო სკოლაში სიარული, მოგვიწია ამ გრაფიკში ჩაჯდომა, იმიტომ რომ დილით არ უნდა დავაგვიანოთ, უნდა მივიდეთ ამ დროს. მე სამსახურს სანამ ვამთავრებდი კირას გამოყვანა მიწევდა ბავშვის სახლში ვიღაცასთან ხომ უნდა დარჩეს და რა თქმა უნდა ანუ აუცილებლად საჭირო არის ძიძა. მადლობა ღმერთს გამოჩნდა ისეთი ადამიანი რომელსაც სრულიად ვენდობი და ძალიან გვიყვარს და აღვიქვათ როგორც ჩვენი ოჯახის წევრად. ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ეგ. ძალიან მაგის garaშე ჩათვლე ანუ არც ვიქნებოდა არც ონლაინ არ ვიქნებოდი ანუ ვიქნებოდი სახლში ვერ ფუნქციონირებდი ვერ სახლში თუ ხარ ანუ თუნდაც ერთ ბავშვთან ერთად რომელიც პატარა და შენს ენერგიას და დროს მოითხოვს ანუ სხვა რაღაცებს სამწუხაროდ ვერ გააკეთებ ამიტომ რაღაცა ალბათ უნდა დათმო უნდა განსაზღვრო თქვა და ამ დროს უნდა ვიყო სამსახურში როცა ვარ ხოლმე თან ვამონტაჟებ ხოლმე არის ანუ ბრეიქებს ვიღებ და მონტაჟს ვაკეთებ ან იქვე ვიღებ ხოლმე რაღაცებს თუ არ მიწევს სახლში გადაღება და მე როცა მოვდივარ სახლში, ვარ სახლში უკვე ბავშვებთან. ხო, დაახლოებით მასე ვარ მე სახლში რომ მივდივარ, ჩემი შვილი ვერ იტანს ფიზიკურად თუ ტელეფონს ვუპასუხებ, ან ვინმე დამირეკავს, ან სადმე გადავრთავ გონებას, მომენტალური ისტერიკა ეწება. ამიტომ სანამ არ დავაძინებ და დაძინებას ძალიან დიდი ხანი ვუნდებით ღამის 11 საათამდე, სანამ არ დავაძინებ, მეც ტელეფონს ვერ ვეკარები და ძალიან დიდი წვალებაა რა მშობლისთვის, აი ემოციური
ემოციური პიკი გაქვს რეალურად. თან აი უნდა დაიძინოს და რო არ იძინებს. აი ეგ მომენტი. შენც ხო გაქვს გაწერილი. აი ამ დღეს უნდა გადავიღო ეს ვიდეო, ეს უნდა დავამონტაჟო პარალელურად, მე ის უნდა გავაკეთო და არაფერი არ გიწყობს ხელს, მე უკვე აი ფსიქოლოგიურად ზართული არის. რომ ეს ყველაფერი გადაიტანო და მე ღიმილით დადგენ კამერის წინ და ეს ყველაფერი გააკეთო. ხო, ამიტომ ვისაც აქვს ძიძის ყოლის საშუალება და დამხმარე, ძალიან დიდი ბენეფიტია, მართლა ბენეფიტი, სარგებელია ძალიან დიდი და ძალიან რთულია კარგი ძიძის მოძებნა. მეოთხე ძიძა მყავს მე. ვაუ. ერთი მყავდა ერთი წელი, ძალიან არაჩვეულებრივი ადამიანი, მე ახლა მეოთხე ძიძა მყავს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეხუთე აღარ დამჭირდება. იმიტომ რომ, რეალურად აი ჩემი სამუშაო გრაფიკი მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, მეყოლება თუ არ მეყოლება ძიძა, ნახევარი განაკვეთი მეყოლება თუ არ მეყოლება, თუ ბავშვი ავადაა და ძიძასთან ერთადაა, მაინც ვერ ვმუშაობ. კი, იმიტომ ნერვიულობ, მე გირეკავს აი ეს ტემპერატურა მავწე, აი ეგ არის საშინელება. ხო, და მანდ მინდა რომ იმ ადამიანებს, ვინც სახლიდან მუშაობენ ახლა და არ ვიცი, შეიძლება დამხმარე არ ყავთ, რაღაცა ისეთი უთხრათ, რითაც მივცემთ იმედს, რომ მაინც იქნებ სადმე რამე მოახერხონ და შეძლონ, როცა ბავშვი დაიძინებს პარალელურად. შეიძლება ტელეფონი ვერ ეკავოთ, ლეპტოპთან ვერ დაჯდნენ, ხო ბავშვს ლეპტოპს ვერ აყურებინებთ თოებისას, ხო, ვერ დაჯდნენ რაღაც, მაგრამ რაღაც მხრივ ეძიონ საკუთარი თავი, კარიერა, სადმე განვითარდნენ, რამე შეისწავლონ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი შვილები იზრდებიან და იმისთვის რომ მადლიერები იყვნენ, ჩვენც უნდა განვითარდეთ კარიერულად, იმიტომ რომ რაღაცა თუ დავაკელით მათ, მაინც უმადურები იქნებიან, კარიერის გამო დავაკლებთ, თუ სახლში ვიჯდებით, მაინც უმადურები იქნებიან. მაგას უკვე შევეგუა მე ჩემი აზრით. მე არ მაქვს იმ მოლოდინი, რომ აი ყველაფერს დააფასებს ჩემი შვილი, იმიტომ რომ ჩემს გარშემო რო ვიყურები, აი რაღაცით მაინც უკმაყოფილოები არიან შვილები, დედებით ან მამებით, ამიტომ იდეალური მშობელი არ არსებობს მაგათ თვალში. მე ეგრე მგონია. და ყოველთვის იქნება ეს რაღაცა მომენტი ან რაღაცას მიმართულება, რაშიც რაღაცა დააკლდა, ხო, ბავშვს. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენი მაქსიმუმი, რაც შეგიძლიათ, მაგრამ ამავდროულად ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მშობლებიც იყვნენ ბედნიერები, სრულყოფილები და გააკეთონ ისეთი საქმე, რომელიც აბედნიერებთ იმის გარდა, რომ არიან მშობლები. ხო. ამიტომ ეგეც მნიშვნელოვანია, რომ აი განვითარებაზე რო ახსენე, ეგეც ძალიან ერთ-ერთი მომენტია, როცა შენ რეალიზებულად გრძნობ თავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური მდგომარეობისთვის. რომ რაღაცას მიაღწევ, რაღაცა გააკეთე, შენ ერთ ადგილას არ ხარ გაჩერებული, იმისა მიუხედავად რომ მშობელი ხარ და ძალიან რთულია ეს უკვე და რაღაცა გზებს ეძებ იმისთვის, რომ განვითარდე და რაღაცები შეისწავლო. ხო, ვიღაცებისთვის ეს შეიძლება იყოს არჩევანი, რომ უნდა სახლში ყოფნა ბავშვი სახლსა და რა თქმა უნდა, არანაირად არ ვაკნინებთ მათ, მაგრამ ვიღაცები მაინც საბოლოო ჯამში, მე შვილები რომ იზრდებიან, ბავშვი მიდიან და ასე შემდეგ, საკუთარ თავებთან მარტო რჩებიან და აი ეს განცდა რო არ კონდეს მშობელს და ადამიანს, ქალს, დედას, მამას, რა ვიცი, ზოგიერთი, არა მგონია საქართველოში უყავდეს ეგეთი მამები ბავშვის სახლსდას რომ მიუძღვნეს ცხოვრება როგორც ქალებმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განვითარება არის ყველაზე პირველი, რითაც შენ საკუთარ თავს აძლევ იმას, რომ კონდეს სულიერი საზრდო საკვები, არა მარტო სულიერი პრინციპში რაღაც ხრი მატერიალურიც, რომ ნებისმიერ დროს საკუთარი თავის იმედი კონდეს და გადარჩე, უბრალოდ გადარჩე, იმიტომ რომ ძალიან არარეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მეორე ეს არის, რომ შენი შვილისთვის უნდა იყო მაგალითი. მე მაგას ვცდილობ დღეს მაგალითად, რომ მე კი მენატრებოდა მთელი ცხოვრება დედაჩემი, იმიტომ რომ მუშაობდა და ბებოს გასწრდილი ვარ ძირითადად, მაგრამ რაც ბავშვი გამიჩნდა, ალბათ უფრო დავაფასე და უფრო მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ის იყო ჩემი მაგალითი არ გაჩერების, ნულიდან კარიერის, 33 წლის ასაკში ისწავლა ბუღალტერია და უდიდესი კომპანიის მთავარი ბუღალტერია და სულ სწავლობს. სულ სწავლობს ყოველ წელს 3-4 კურსს გადის და სულ გადამზადებებშია და ეგ იყო ჩემი მაგალითი, რომ არა, ესე რომ მოხდა და ეს ბნელი 90-იანებიდან შიმშილიდან ჩვენ მქონდა ოჯახს ძალიან სერიოზული პრობლემები გამოვძვერით. ეს არის ის, რომ მე არ უნდა გავჩერდე, რომ ჩემ შულს არასდროს იგივე არ შეხვდეს. მართალი ხარ. ჩვენ მეც ახლა რო ვიხსენებ, ზუსტად ეგ განცდა მქონდა, რომ დედა იყო და მამა სამსახურში და მე ვიყავი სახლში და ესე თქვა ჩემ დასთან ერთად, მაგრამ მაინც მარტოობის შეგრძნება მქონდა, მაგრამ დღესდღეობით სასაცილო ის არის, რომ მაინც იგივენაირად ტრიალებს ეს ყველაფერი, შენც გასული ხარ, სახლში არ ხარ, ბავშვთან არ ხარ მაინც და რაღაცა ალბათ დათმობა მოგიწევს ამ ყველაფრის, იმიტომ რომ
ყველაფერში ვერ იქნები და ეს კითხვა სხვათა შორის ძალიან ბევრმა დამისვა, როგორ ახერხებ work-life balance-ის გაწონასწორებას ან რაღაც როგორ ახერხებ ამ ყველაფრის გაკეთებას ისე რომ ყველგან ხარ და თან ყოფილი ხარ და ასე შემდეგ და ვეუბნები ხოლმე ყველას რომ არ არსებობს work-life balance არ არსებობს და არ არსებობს დედა რომელიც ყმაყოფილი არის ყველაფრით. იმიტომ რომ სამსახურში ხარ რაღაცა რეალიზებული ხარ, კარგად გამოგდის ყველაფერი, დაუთმობ დროს რაღაცას ააწყობ, მაგრამ სახლში აკრიხარ ბავშვს, სახლში ხარ მე იქ ყველაფერი იგრევა, ამიტომ რაღაცა ალბათ გადაწყობა, გადმოწყობა მაინც პარალელურად გიწევს და არ იქნება ის იდეალური ბალანსი, რომელსაც ყველა იძახის. ეს გამორიცხულია. ხო. და მაინც სამე პროგრამას თუ იხენებ time management-ისთვის, აი იმისთვის რომ უბრალოდ შენი დღიური დავალებები გაიწერო ხოლმე რომ რაღაც არ გამოგრჩეს, იმიტომ რომ ბევრია უბრალოდ დღის განმავლობაში. ძალიან ბევრია, რუტინა უბრალოდ. მაქვს გაწერილი კალენდარი Google-ში რა როგორ ხდება, იმიტომ რომ სულ მავიწყდება ხოლმე საშინელი მეხსიერება მაქვს მე პირადად და ვინმე თუ მირეკავს რომ აი ამ დროს ამ ესე უნდა იყო, მაშინ ვაჩერებ ხოლმე ერთი წავი ჩავიწერ, დავიმახსოვრებ და მაგის გარდა კიდე ერთი ისა მაქვს რუტინა, რომ სამსახურში რომ მივდივარ ხოლმე იმდენი რაღაც აზრი მიტრიალებს ტვინში ანუ ფიზიკურად ვერ ვასწრებ ხოლმე გადამუშავებას და თან შენ გეგბას რომ მიყვები ხოლმე მე ვიღაცა ხო შემოდის შენთან კაბინეტში ან რაღაც ოთახში და იწყებს სხვა რაღაცაზე ლაპარაკას და ესე გიწევს მაინც გადახტომა გადმოხტომა. ამიტომ მაქვს ხოლმე ძალიან ჩვეულებრივი ბლოკნოტი to do list-ა ესე ჩამომწერ ხოლმე რა არის მნიშვნელოვანი რაღაც საკითხები რაც უნდა გავიარო იმ დღეს და მე ამ ყველაფერს მივყვები. ხო, მეც ძალიან მიყვარს დღემდე კალამი და ეს ბლოკნოტი უბისწიგნაკი, იმიტომ რომ იქვე გიდებს არსად არ წავა, არ ჩახურავ და არ დაგავიწყდება და წაიშლება. არ წაიშლება. არ დაიწვა, არ წაიშლება. ხო, შულებზე მინდა დავუბრუნდეთ რა, რაც არ გვისაუბრია, ანუ თავარია ხარისხიანად გაატარა დრო, მაგას ამბობენ. რომ ატარებ იმ დროს მთლიანად მასზე იყო კონცენტრირებული და ხარისხიანად გაატარა დრო და შენ ამ დროს ხარისხიანად, ესე ჩანს ჩვენი მხრიდან რომ ატარებ, იმიტომ რომ ვერ ატარებ, იმიტომ რომ ტელეფონზე მილიონი ადამიანი გირეკავს, მე რაღაცა ხდება. ყველაზე ხარისხიანი დრო ჩემთვის არის ხოლმე შაბათ-კვირა, იმიტომ რომ შაბათ-კვირას არავინ არ მიყეკავს. და ვიცი რომ ტელეფონში არ უნდა იყოს ჩამძვრალი, რაღაც არ უნდა დავადასტურო, ვიღაცას რაღაცა არ უნდა უთხრა და შაბათ-კვირა არის ყველაზე მშვიდი და წყნარი დრო, როცა ჩემ ოჯახთან ერთად შემიძლია სრულყოფილად გავატარო დრო. ამის გარდა კიდე საღამოს ძილის წინ საათები, ლაპარაკი, ხო ეს ჩაქრობილი რო არის შოქი და ეს რაღაც გულახდელი ლაპარაკები და აბა როგორ იყო შეიძლება დედა მე რაღაცა გაახსენდება ძილის და იცი რა და აი ამ მომენტებში ხდება ხოლმე ყველაზე ესე გულწრფელი ლაპარაკები და საუბრები. ჩემი შულიც რომ გაიზარდა ისე საყვარლად მე ლაპარაკება ხოლმე, მე მთელი დღის განმავლობაში თუ სადღაცას დავუყვირე უკვე აი აქ მაქვს ხოლმე რომ როგორ გავბედე რომ საერთოდ ჩემ ემოციას მივეცი ესა გამოხატვის საშუალება და ეს ბავშვია პატარა და იმენ არ იცი შენი ყოველდღიური წუხილი და უნდა მოერგო, მაგრამ ეგრე ხო არ არის. კი, ნერვები გვიტყუდნენ ხო. დამკვეთებზე ვილაპარაკოთ, მოდი ახლა. თუ გამოცდილებით თუ გქონია ისეთი თანამშრომლობა, რომ რაღაც პერიოდში აი შუალედში მიგიტოვებია პროექტი გითქვამს, რომ არა, ანუ მადლობა, უკაცრავად, მაგრამ მე ამას აღარ გავაგრძელებ. ყოფილა ეგეთი მომენტები, როცა უბრალოდ დავიწყეთ საუბარი, მაგრამ რაღაც მომენტში მის გამო რომ მე ფიზიკურად დრო არ მქონდა და ისეთი პროექტი იყო, რომ გაცილებით უფრო მეტ დროს მომითხოვდა, მithქვამს უარი. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ მოუწერიათ არ ვიყავი პროდუქტით კმაყოფილი ან სერვისით კმაყოფილი და მე რაღაც პერიოდის მერე უარი მithქვამს, მაგრამ ისე რომ შუა პროექტში მიმეტოვებინა სამწუხაროდ არა. აი აქვე დავამატებ, რომ მე ძირითადად არ მაქვს ხოლმე გრძელვადიანი თანამშრომლობა. მე პირადად არ ვიღებ ხოლმე გრძელვადიან თანამშრომლობას და არ მომწონს ხოლმე რაღაც 6 წლიანი ესე თქვა ხელშეკრულებები, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცი ხოლმე შემდეგ თვეში რა შეიძლება მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება სადღაც წავიდე საერთოდ, ან მოგზაურობა მომიწევს ან რაღაც ოჯახთან ერთად უნდა ვიყო, ამიტომ მირჩევნია ხოლმე რომ აი ესეთი ორ თვიანი მაქსიმუმ რაღაც თანამშრომლობა ავიღო ჩემ თავზე, რაც შემიძლია რომ კი, რაც შემიძლია რომ ზუსტად ვიცი რომ შევასრულო. და მინიმალურს ვიყებ ხოლმე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვეყარ ვასწრებ. იცი რა პრობლემაა ქართულ ბაზარზე რეალურად, ანუ კრეატორები
ცოტანი არიან, მით უმეტეს რომ აი რაღაც გარკვეულ. მე რაღაც მგონია რომ ძალიან ბევრი არიან უკვე, ანუ წინა წლებთან შედარებით. რეპუტაცია მყარი ვისაც აქვს და კარგი ვისაც აქვს, ეგენი ცოტანი არიან. და ვისაც მით უმეტეს ვისაც კონკრეტული ნიშა აქვს, რა აი მარტო ამაზე ვარ კონცენტრირებული. ეგეთი არ ვიცი, ალბათ თითზე დასათვლელია, რომ მარტო მაგალითად კვებაზე, მარტო მაგალითად ტექნოლოგიებზე და ასე შემდეგ. ანუ იმიტომ რომ და შესაბამისად ბაზარი დამკვეთების ხო ანუ რაც არის ეს არის რა ეს გვაქვს რა ამიტომ ხანდახან ეს კრეატორები შენც ხა ბევრი თანამშრომლობები შეიძლება გქონდეს კონტექსტურად რაც შეიძლება შეგესაბამებოდეს იქ და უშუალოდ ითანამშრომლო საბავშვო ბრენდთან იმიტომ რომ მით უმეტეს ოჯახი გაქვს და ბავშვი ყავს იქ შეიძლება ბიუთისთან რა ვიცი ავეჯთან და ასე შემდეგ და აი ამ პერიოდ ამან საბოლოო ჯამში ზოგიერთი შემთხვევაში ვისაც არაორგანულად დაუფიქსირა მაყურებელმა რეკლამა რაღაც ბუნებრივად ვერ დადეს და ასე შემდეგ რაღაც მხრივ ცოტა უნდობლობასაც იწვევს რაღაც მხრივ ცოტა აი რა პრობლემა რა არის აქედან გამოსავალი შენი რჩევა რა იქნებოდა ან კრეატორების მიმართ ან თვითონ ბიზნესის მიმართაც ანუ როგორ უნდა არჩიონ ის ადამიანი ვინც ერთის მხრივ მათთვის იქნება საინტერესო და ადამიანი რომელიც მათ მესიჯს კარგად მიუტანს აუდიტორიას და მეორე კრეატორებმა როგორ უნდა არჩიონ ბრენდები ვისთანაც ითანამშრომლობენ და არ უნდა იღონ მაგალითად დავუშვათ ყველა შემოთავაზებული რეკლამა ეგ ალბათ კრეატორზე არის დამოკიდებული იმიტომ რომ მათზე არის დამოკიდებული ვისთან თანამშრომლობენ და ვის დაკვეთას აიღებენ და რა თქმა უნდა ფუფუნებაზეც არის საკითხი, იმიტომ რომ მე მაგალითად მაქვს იმის ფუფუნება რომ ბევრი შეკვეთა არ ავიღო, ვითანამშრომლობ მარტო იმ კომპანიებთან, რომელიც მე მაწყობს და გავაკეთო ისეთი კონტენტი, როგორც მე მინდა. თუ არ უნდა თანამშრომლობა, შეუძლია წავიდეთ, ხო? და სხვა კრეატორთან დადონ იგივე ხელშეკრულება. მაგრამ არიან კრეატორები, ვისაც არ ყავთ იმდენი დამკვეთი და არ აქვს იმდენი არჩევანი, შესაბამისად უწევთ ხოლმე რომ ამ კომპანიებთან ან ამ პროდუქციაზე, ან ამ სერვისზე გააკეთონ რეკლამა. ამიტომ მაგაზეც არის დამოკიდებული, ასევე დამოკიდებული სეზონურობაზე სამწუხაროდ. ყველამ ვიცით, რომ ეხა საახალწლო პერიოდია, თუნდაც მანამდე იყო Black Friday და ყავე. ანუ აბსოლუტურად სარეკლამო ვიდეოებს იღებ და ეგ ანუ ვერ გაიქცევი მაგას, იმიტომ რომ ყველა კომპანიას რა თქმა უნდა მაგ პერიოდში უნდა ხოლმე აქტივობები, უკვეთავს ინფლუენსერებს, იმიტომ რომ ყველაზე კარგად მაგათ მეშვეობით მიდის ხოლმე ეს სიტყვა ან რაღაც აქციო შეთავაზება ან თუნდაც რაც არ უნდა იყოს. ნამდვილად ყველაზე კარგად მუშაობს ინფლუენსერ მარკეტინგი. კი. და მერე უკვე საკითხი არის, რამდენად ბუნებრივად გამოუვა ეს ინფლუენსერს. მქონია ნანახი რომ თქვა ინფლუენსერები ძალიან მაგრა აკეთებენ კონტენტ ზოგადად სარეკლამო კონტენტი ქონიათ მაგრამ ხვდები რომ სარეკლამოა მაგრამ არ გაღიზიანებს იმიტომ რომ იმდენად მაგარი შედეგი და ვიდეო დადეს რომ უბრალოდ ვიზუალურად ძალიან მაგარია ან შინაარსობრივად მართლა ძალიან რაღაც მაგარი გაწერილი ტექსტი ქონათ და ეს ყველაფერი ეტყობა რამხელა შრომა აქვს, რა ქვია, ჩადებული. მაგიტომაც, ანუ ვიცი რომ რეკლამა, მაგრამ არ გაღიზიანებს. და ყოფილა ისეთი რეკლამა და არის კიდევაც, რომელიც უბრალოდ აი აღებული, დაწერილი, დამკვეთის მიერ აი voice over-ით ნათქვამია და всё რაღაცა გადადებული კადრები, ხო, არაფერი არ ხდება. ამიტომ ეს არის ალბათ კრეატორზე დამოკიდებული, რამდენად კარგად შეფუთავს ამ ყველაფერს და რამდენად თვითონ უნდა რომ კმაყოფილი იყოს გამომწერი. ეგ არის და ეგ. სწორი თქვენ კმაყოფილი იყოს პირველ რიგში გამომწერი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რეპუტაცია შენი გამომწერები არიან, შენი პირადი გამომწერები არიან და ხო, გარდა იმისა, რომ უნდა დააკმაყოფილო თქვა დამკვეთის ეს ბრიფი და დრაფტი თუ რაც არ იქნება, გამომწერები ჩემი აზრით ნომერ 1 ესე თქვათ პოზიციას იკავებენ მაინც ამ ყველაფერში. არ არის სტაბილურობა, ხო. გავიგე, მაგრამ თავიდან როგორ იყო, ანუ პირველი დამკვეთი დაახლოებით როდის გაიგე. შენ რას გულისხმობ სტაბილურობაზე, დამკვეთების სტაბილურობა, ხო? აი, მაგას გავუსმენ პირდაპირ ხაზს, რამდენად სტაბილური არის ინფლუენსერი და რამდენად სტაბილურად აკეთებ შენ კონტენტს, იმდენად უფრო ხშირად ხვდები დამკვეთსაც და შენს გამომწერსაც. შესაბამისად, ნახვები უფრო მეტი გაქვს, აქტიურობა უფრო მეტი აქვს და ზოგადად უფრო თვალსაჩინო ხდები მე დამკვეთისთვის. მე მაქვს სეზონურობა. ზუსტად ეგეთი სეზონები მაქვს ხოლმე, მაქვს რაღაც აქტიურად ვიღებ ვიდეოებს და ყველა მეუბნება რა მაგარია რა აქტიური ხარ და სტორიებს და ვიდეოებს ვამონტაჟებ გიჟივით მე სამსახურში ღმერთმეიცის რა ხდება ხოლმე, მაგრამ ესეთი პერიოდი მაქვს მაგალითად ინფლუენსინგში. მე რაღაც პერიოდი ჩაკვდება ხოლმე, მეც აღარ მაქვს мотиваცია, მე ნებისმიერი სტორის დადებაც ძალიან მირთულდება და აი ეს მე ჩამკვდარი პერიოდი შეიძლება ერთი თვეც გაგრძელდეს. ამიტომ ეს რამდენად
ბევრი დამკვეთი გეყოლება, ალბათ არის პირდაპირ პროპორციული იმაზე, რამდენად აქტიური იქნები შენ, ანუ კონტენტში, კარგ კონტენტში. კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ, რამდენად მნიშვნელოვანია ავთენტურობა და სად გადის ზღვარი პირადსა და საჯაროს შორის მაშინ აი ამ კონტენტის შექმნის ნაწილში. სამნიშნელოვანია ავთენტურობა, მაგრამ ასევე დამოკიდებულია ეს კრეატორზე. ზოგს ურჩევნია რომ რაღაცა character და რაღაც პერსონაჟი შექმნას და ეგ იყოს მაგის ასე ვთქვათ წამყვანი სახე თუნდაც პოზიციონერება ეგრე გააკეთოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იუმორისტული მიმართულებაც ყოფილა, სადაც რაღაც როლს თამაშობენ და ეგ არის მაგათი მიმართულება, ამიტომ დამოკიდებულია ალბათ კრეატორზე. მაგრამ ჩემი აზრით თუ ხარ ჩვეულებრივი, ანუ კრეატორი, რომელიც შენ თავს წარმოაჩენ, ანუ შენს ბლოგზე ან თუ სივრცეში, ავთენტურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ალბათ რაღაცა შუალედი, რომ თქვა, უნდა იყო რაც თქვა უნდა ავთენტური და შენ თავს უნდა თამაშობდე, ანუ შენ ხარ. მაგრამ თან ვიდეოს რო წერ ხო გინდა რომ შენი საუკეთესო ვერსია წარმოაჩინო. ამიტომ უნდა იყო ხალისიანი, რაღაც იუმორისტული, რაღაც ღიმილიანი. ამიტომ ეს ყველაფერი არის ალბათ აი ამ იმაზე და გასათვალისწინებელი, რომ უნდა იყო თან ავთენტური, მაგრამ თან უნდა იყო რაღაც დინამიური და ესე ვთქვათ ხალისიანი, რომ კარგად წაიღოს, შენი კაი იმიჯი შეიქმნას, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც შექმნი, შენქმნი ამ იმიჯს, რაც არის ან იქნება თუნდაც YouTube-ზე, Instagram-ზე ან TikTok-ზე, ამიტომ ეს არის რაღაც შუალედი. და მანდ ასევე ერთ რაღაცას კიდე ვიტყვი, რამდენად ბევრი რაღაცა უნდა გამოაჩინო, კიდევ ერთი ალბათ კითხვა იქნება ბევრისგან, რომ რამდენი რაღაც, ანუ რამდენად პერსონალური უნდა გახადო შენი ბლოგი, ხო? და მანდაც ალბათ ზღვარი არის, რომ თქვათ, შენ შეგიძლია გულახდილი იყო, შენ პრობლემებზე ისაუბრო, მაგრამ რაღაცეები უნდა დატოვო პრივატული და შენი ოჯახის, ასე ვთქვათ, ფარგლებში. ჩემ შემთხვევაში ჩვენ ახლა ბრძოლა გვაქვს ხოლმე ბავშვების გამოჩენაზე. რამდენად ხშირად ვაჩენ ხოლმე, იმდენად მაინც ვფიქრობ ხოლმე, რომ იქნებ ცოტა შევამციროთ, ამდენი არ გავაკეთოთ და ვთქვათ, მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ გავუფრთხილო, იმიტომ რომ ეხლა არის ზუსტად ის სენსიტიური პერიოდი და სენსიტიური ასაკი ბავშვის, როცა იზრდებიან და ის აღიქვავს რომ გაშემოცნობენ რაღაცა ვიდეოებიდან ცნობენ თან სასაცილო ის არის რომ თვითონ გონია რომ ისინი არიან ამის გამომწერები და ეგრე აღიქვავს ზოგიერს და ვცდილობთ ხოლმე რომ ეს ყველაფერი კარგად ავუხსნათ და გავაგებინოთ ვინ ვისი გამომწერია და რატო ცნობენ ზოგადად ამდენი ხალხი და რატო აქვს ეს special treatment, ეგეც სამნიშნელოვანია. იმიტომ რომ ზოგ მაღაზიაში რო შევსულართ ან რაღაცა, ყველა უღიმის და კი რა, ანუ ყველა რო იცის შენი სახელი, ხო, ძალიან უცნაურია. ამიტომ აი ეს ალბათ ასევე არის მომენტი, როცა უნდა გადავაფასოთ, რამდენად სწორად ვაკეთებთ ყველაფერს და რომ მოიზრდება, მე უფრო ალბათ უკეთ მივხვდებით თავისი პოზიცია. ეხლა კი იძახის რომ იუთუბერი უნდა რომ გახდეს, მაგრამ სიჭერ ყოველ შემთხვევაში რასაც მე ვუყურებ, შენს ანუ გამომწერი ვარ მეც. ბალანსი იჭერ. ვცდილობ, მაგრამ ხო, აი ბავშვსაც არის დამოკიდებული თვითონ რომ ალბათ მოიზრდება ცოტა, მე უკეთ მივხვდებით თვითონ როგორ გრძნობს ამ ყველაფერსთან თავს. ეხლა არ აქვს პრობლემა, რა თქმა უნდა და ვერც ექნება, იმიტომ რომ ანუ ცუდ მხარეს ვერ ხედავს ამ ყველაფერში. მაგრამ ალბათ დრო გავა და დავაკვირდებით. საქართველოში კიდე ნაკლებია პრობლემები მაგ მიმართულებით, იმიტომ რომ მაინც ცოტანი ვართ, ცოტა განსხვავებულიერი ვართ ტრადიციული, რელიგიური მაგ კუთხით, მაგრამ საზღვარგარეთ ყველა მაქსიმალურად მე ვიცი ადამიანები ძალიან და ძალიან ბევრი იუთუბერი კრეატორი ამბობს, რომ ერთი კვირის, ორი კვირის მერე დებენ ხოლმე ხანდახან სტორებს თავისი ოჯახით, რომ არ დააფიქსირონ გამომწერებას სად არიან სტალკერებმა. და ასე შემდეგ და კარგია რომ ეს რჩევა პრინციპში რჩევა გამოვიდა მიეცი ადამიანებს. მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. მე მგონი ამოვწურეთ ყველა მნიშვნელოვანი შეკითხვა რაც გქონდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო შენი პირადი განწყობა, როგორ გრძნობდი თავს, როდესაც აი ამდენ სამუშაოს, ამდენ საქმეს აბალანსებ შენს ოჯახთან და მადლობა იმისთვისაც, რომ გულწრფელად აღიარე, რომ არ არსებობს ეს ბალანსი, იმიტომ რომ ყველა სტრესში ვართ. ყველა სტრესში ვართ. ყველა სტრესში ვართ და რომ გონია, რომ ყველაფერი იდეალურია, რასაც თქვენ ხედავთ ეკრანებზე, ანუ არ არის ეს რეალურად მართლა ღიმილის უკან რა იმალება, არავინ არ იცის.
და ვიდეოებს რომ ამონტაჟებ ხოლმე მან ხვდები სხვათა შორის. აი რაღაცას ვიყრი რა მე ესე ღრმა და მოსუნთქვა და რო ცდილობ რომ ყველაფერი გაითვალისწინო და მე ვიღაცა იქით რო გიყვირის რომ თეონა რაღაცა მჭირდება შენგან და მოკლედ აი ვიღაცა გირეკავს პარალელურად რა აი ეს მომენტი მინდა რომ ყველამ გაიაზროს რომ არ არსებობს ხო მართლა ეს იდეალური გარემო და ბევრი რაღაც ხდება იმ ეკრანის მიღმა. მადლობა გულწრფელობისთვის. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ. ძალიან კარგი ოჯახი ხართ. საქმიანობითაც და პიროვნულადაც, რაც ანუ ჩემთვის ძალიან სამაგალითოა, ისე როგორც უდგახართ თქვენ გვერდში და არაჩვეულებრივი შვილები გყავს. ულამაზესები და ბევრ წარმატებას გისურვებ. დარწმუნებული ვარ, თქვენი საქმიანობით, რაც კომპანიაში გააქვთ და თუნდაც ეს ახალი აკადემია კრეატორების რაც შექმნა გიორგიმ და არის თანადამფუძნებელი. კარგ საქმეს გააკეთებს, იმიტომ რომ კულტურას შეცვლის საქართველოში, გაუმჯობესებს და მე ბიზნესებსაც დამოკიდებულება შეეცვლებათ ამ მიმართულებით და მარკეტოლოგებსაც ცოტა ამოგვასუნთქებენ იმედია. მადლობა ძალიან დიდი რომ გვიყურეთ. ეს იყო ფრილანსერი და ფრილანს ფანჯარა ჩვენი არხი. გამოიწერეთ აუცილებლად გვიყურეთ სხვა საინტერესო ამბებისთვის. გამოიწერეთ თეონას თუ აქამდე არ გინახავთ ვისი ვიდეოები.